უკრაინაში კორუფციის საქმეზე დავით არახამიას ოფისში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურებიან ასევე ქართულ ოცნებაში. უკრაინული მედია წერს, რომ ჩხრეკა შესაძლოა პარლამენტის კენჭისყრის დროს უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდებოდეს. ანტიკორუფციული სააგენტოების ცნობით უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ გამოავლინეს უმაღლესი რადას ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, რომელიც სხვა ფრაქციების პარლამენტის წევრებს ქრთამს თავაზობდა. სანაცვლოდ კანონმდებლებს კონკრეტული კანონპროექტებისთვის ამ ხარი უნდა დაეჭირა, ან წინააღმდეგ უნდა მიეცათ ხმა. ხედავთ, რომ უკრაინაში კორუფციას აქვს სისტემური ხასიათი, გამრცობითი არის ეს კორუფცია. გასათვალისწინებელია, რომ ანტიკორუფციულ საქმიანობას ახორციელებს უკრაინაში გარედან, ასე ვთქვათ, შექმნილი ორგანიზაცია ნაბუ, რომელიც ითარგმნება ნაციონალური ანტიკორუფციული ბიურო, რომლის გაუქმებაც, როგორც მოგეხსენებათ და შეერთება პროკურატურასთან ამ რამოდენიმე თვის წინ უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. ამური გვარის იქით დევს უშველებელი ისტორიები და ძალიან ბევრი ადამიანის გვარი, რომელიც შეიძლება ამოტივტივდეს კიდევ ისეთების საერთოდ მოულოდნელი აღმოჩნდეს. ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული. ძალიან მძიმე მდგომარეობა, ჩვენ განვიცდით უკრაინული ხალხის მდგომარეობას და რაც შეგვიძლია ჰუმანიტარული დახმარება ეხლა ბოლოს კიდევ მოაგონდა და როგორღაც მადლობა თქვენს იმისათვის, რათა ჩვენ უჩუმრად ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე გავუწიეთ უკრაინელ ხალხს. და რაც შეეხება მთავრობას, ის არის დაპირისპირებული აბსოლუტურად უმიზეზოდ საქართველოს ხელისუფლებასთან მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჩაერთო იმ ომში და ის სისხლი არ გადაინაწილა თვითონ, თუმცა ეს უკრაინას არანაირ შეღავაც არ მისცემდა. დაანგრევდა კიდევ ერთ ქვეყანას, რაზეც თუნდაც ზელენსკი, არახამია და სხვები მოგვიწოდებდნენ.